მოგესალმებით. როგორც წინასაუბრისას დაგბერდით, ამჟამად ფარდას ავხსნი იმ დაფარულს, რაც ეხება იმას, თუ რატომ მოახმარა სატანამ მთელი თავისი ძალისხმევა ადამიანთათვის იმ ცოდნის დამალვას, რომელიც მათი ბედისწერის შექმნის მექანიზმს ეხება. საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია ის, რომ არსებობს როგორც სიკეთე, ასევე ბოროტებაც და შესაბამისად კეთილნი და ბოროტეულნი. რომელთაგან პირველნი ღვთისმიერი კეთილი ძალის მწარმოებელნი არიან და მეორენი კი სატანური ბოროტი ძალისა. აი ეს საკითხი მინდა კარგად გავაშუქო, რადგან საკითხავი სწორედ ის არის, რომ კეთილარსებად შექმნილი ადამიანი რატომ და როგორ ბოროტდება. ამას შეგნებით სჩადის თუ შეუცნობლად. ამ კითხვებზე პასუხის გაცემა გონივრულად განსჯას მოითხოვს და ამიტომაც მიმართავ კიდეც მას. ამ სამყაროსა და ადამიანის შემქმნელი ღმერთი კეთილია და ცხადია მისი ყოველი ქმნილებაც კეთილ ძალას არის დაქვემდებარებული. ამიტომაც დაბადებით ყოველ ადამიანს ეძლევა ერთგვაროვანი სული, რომელიც მომცველია ერთი და იგივე გონების ჩანაწერისა, რაზედაც გესაუბრეთ კიდეც. დიახასია, ადამიანი შექმნილია ღმერთის მადიდებელ არსებად, ხოლო რაც შეეხება ღმერთის დიდებას, ეს კი უანგარო სიკეთის ქმით ცხოვრებისეული გზის განვლას ნიშნავს. მისი მიღწევაც შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კი პიროვნება ექნება იმ კანონების უპირობო დამცველი, რომელი კანონებიც მის გონებაშია ჩაწერილი და შემქმნელის მიერ დადგენილი აქვს საარსებო ინსტრუქციად. მათი დარღვევა ადამიანისათვის ცოდვის ჩადენად არის შეფასებული. ცოდვის ჩადენის შედეგი კი ის არის, რომ ხდება მისი წილის შესატყვისი ზომით დაბლოკვა სულის ფუნქციონირებისა, რომელიც გამოიხატება იმ წრის მომცველ ბრუნვაში, რაც დედამიწური გარემოდან კოსმოსში გასვლას ნიშნავს. სულს კი ამის ძალას შესწევს, იმიტომ, რომ მისი ენერგია კოსმოსურ მიზიდულობას არის დაქვემდებარებული. ხოლო როცა სული ამას ვერ ახერხებს, ცხადია ეს ხდება დედამიწურ მიზიდულობას დაქვემდებარებული სხეულისაგან ჩადენილი ცოდვის წილის საფასურად გაზრდილი იმ ძალით, რომელიც სულიწმიდის საწინააღმდეგოა, რაც ორგანიზმში იწვევს შესაბამის ძვრებს და გამოიხატება გრძნობებისა და თვისებების გადაკვირებაში, რასაც ბიბლია გაუკუღმართებულ ქონებას გადაცემას უწოდებს. ვინაიდან სულისმიერი კოსმიური ძალა, ეს იგივე სულიწმიდის ძალაა და ცხადია ის კეთილია. ამიტომ მის საწინააღმდეგო ძალა კეთილი ვერ იქნება და მისახვედრია, რომ მისი შემოქმედიც სატანაა. გრძნობათა და თვისებათა გადაგვარება კი ცხადია შემეცნებას დაასვამს ტახს, შესაბამისად სურვილებზეც მოქმედებს და თავის დაქვემდებარებაში აქცევს მათ. ამიტომ ასეთ ცოდვათა ჩადენის ფონზე ადამიანს თანდათან ისე ეცვლება მრწამსი, რომ შეგნებით ის ვერც კი აცნობიერებს ამას და სახეზე ვიღებთ სიყვარულის გრძნობის ჩანაცვლებას ეგოიზმით. ხოლო როცა ასეთი გზით სიარულის დონე იმ ზომას მიაღწევს, რომ პიროვნების სულს ფუნქციონირება ისე რიგად შეეზღუდება, რომ დედამიწურ მიზიდულობას ვეღარ დასძლევს, ასეთ სულს დაცემული სული ეწოდება და ვის შეაცის მყოფობს, მას ენიჭება 666 მხეცის ნიშანი. ასეთ პიროვნებებს ბიბლია მკვდრებს უწოდებს, იმიტომ რომ მათი სიცოცხლის არსებობა მთლიანად დამოკიდებულია იმ კეთილთაგან მიღებულ სასიცოცხლო ენერგიაზე, ვის ცდუნებასაც შეძლებენ და ცოდვას ჩაადენინებენ. რასაც აკეთებენ ან დაშინებით, ან შანტაჟით, ან ანგარებიანი სიკეთის ქმნის წილ და ან და იმ ცნუი ინფორმაციის სიმართლეთ გასაღებით, რასაც დაუჯერებენ და ირწმუნებენ მათი მკვლევარი ენერგოდონორები. ალბათ იკითხავთ, რატომ უშვებს ღმერთი იმას, რომ კეთილმა ბოროტი აცოცხლოს და აარსებოს? აი სწორედ ამ საკითხს სჭირდება კარგად გაანალიზება და ამიტომ გთხოვთ ყურადღებას. ბიბლია იძლევა ასეთ ცნობას. ღმერთმა, როცა შექმნა ადამიანი, მისცა მას გონებით ცოდნა საიმისო, რომ როგორ უნდა იარსება ამ ქვეყანად და თავისი ხელის ანაბარად დატოვა. წინ დაუდო წყალი და ცეცხლი და საიდანაც სურს, იქეთ უნდა გაიწოდოს ხელი. როგორც ამ ცნობიდან მისახვედრია, ღმერთი ამ სამყაროში იმ სახით არ არის, როგორადაც სინამდვილეში არსებობს. იმიტომ რომ ეს სამყარო მისი ქმნილებაა და ცხადია შემქმნელი ვერ იქნება მისი ქმნილების ნაწილი. ამასთანავე ეს ცნობა იმასაც იუწყება, რომ მან ადამიანი მოაზროვნე არსებად შექმნა გონების ხარჯზე, სადაც ჩაუწერა ყველაფერი ის, ისი ცოდნაც და მისი გამოყენებით ცხოვრება უზრუნველყოფდა მის უსაფრთხოდ არსებობას ამ სამყაროში,
ხოლო წყალისა და ცეცხლის არჩევანით კი მან მისცა შესაძლებლობა თავისუფალი არჩევანისა იმაზე, რომ მან ყოფილიყო მისთვის საარსებო ინსტრუქციის დაცვით ღვთისწყალობის მიმღები და ან და არა. ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ საუბარია საარსებო ინსტრუქციაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი არ დაცვით ცხოვრება ადამიანს შეუწყვეტდა ამ ქვეყნად არსებობას, ხოლო ადამიანის შესაჩერებლად საიმისოდ, რომ თავი არ გაენადგურებინა, დააწესა ცოდვის წილით გაცემული ენერგიით იმათი არსებობის დაშვება, რომელნიც ერთგვარ დამსჯელი როლის ფუნქციის შემსრულებელნი იქნებოდნენ კეთილთა გონს მოსაყვანად. რადგან კანონი, ვინც ხორციელად იტანჯა შეწყვიტა ცოდვის ჩადენა, მხოლოდ კეთილ პიროვნებას მოაბრუნებს გონიერებისაკენ, ბოროტეულებზე კი ის არ მოქმედებს. მაგრამ ამ დაშვებასაც აქვს დადგენილი ზღვარი, რადგან როცა ბოროტეულთა რაოდენობა და სიძლიერეც საკმაოდ მაღალ ზომას მიაღწევს, მათი ბოროტით ვისებებით ჩადენილი ქმედებები ზღვარს ცდება და კეთილთა სიცოცხლის არსებობას საფრთხეს უქმნის. ამიტომ ასეთ პერიოდში სამყარო კანონზომიერებაში ადგილი ეძლევა შემოქმედისაგან დადგენილი დახმარების გასაწევი კანონის გააქტიურებას და მდგომარეობის და შესაბამისი დახმარების გაცემაც ხდება აღსრულებული. მოგახსენებთ იმას, რომ ამჟამად ვიმყოფებით სწორედ ასეთ კრიზისულ სიტუაციაში და თანაც დავძენ იმასაც, რომ ახლანდელი მდგომარეობა სავსებით განსხვავებულია წინამორბედთაგან, რაც გამომდინარეა საკაცობრიო გენეტიკური ბოლო ჟამის შედეგებიდან. რამე თუ სიტუაცია ძალიან სწრაფად შედის კაცობრიობისათვის მეტად საბედისწერო ფაზაში, რის მიახლოებით მიხვედრასაც ადამიანთა ნაწილის მიერ უკვე აქვს ადგილი, მაგრამ სინამდვილეში როგორი საშიშროებაც არსებობს, ამის სრულიად შემცნობი კი ვერავინაა. ამიტომ აღსრულებული იქნა დახმარების ის მუხლი, რომელიც ითვალისწინებს მესიის მეორედ მოვლენებას ადამიანის სახით, რადგან მან ადამიანური შემეცნების დონეზე უნდა მოახდინოს ახსნა და ისე წარმოდგენა იმ ჭეშმარიტების მხილებისა, რომელიც საუკუნეების მანძილზე დაფარულ საიდუმლოებას წარმოადგენდა კაცობრიობისათვის. ეს კი ამჟამად აუცილებელია, იმიტომ რომ ამ ცოდნის გამოყენებით ნაბიჯების გადადგმის გარეშე ვერავინ გადაურჩება ცოცხლად იმ მოვლენებს, რომელთა განვითარებაც კარს არის მომდგარი. განმარტავ უფრო ფარდეთ იმას, თუ რატომ არის ეს პერიოდი ძალზედ საშიში, ვიდრე მისი წინამორბედი ის დროები, როცა ხდებოდა ბოროტების ისე ზრდა, რომ დახმარების გაწევის მექანიზმი ირთვებოდა და მდგომარეობას გამოასწორებდა. დიახ, ამჟამინდელი სიტუაცია მართლაც გამორჩეულად საშიშია და ამას აქვს თავისი მიზეზები, რომელთაგან ერთ-ერთია ის, რომ გონიერი ადამიანის მისაღებად დადგენილი საკაცობრიო გენეტიკური მიმდინარეობა სასრულ სტადიაშია. რაც ნიშნავს იმას, რომ ადამიანურმა გრძნობებმა იმ ზღვარს მიაღწია, რომელიც დაწესებული იქნა ადამიანისათვის მაქსიმალურ ზომად. ამიტომაც დასაბამი მიეცა იმ ნაყოფის მიღებას, რისთვისაც იქნა კიდეც კაცობრიობა შექმნილი. იმის მცდელობაზე, რომ საკაცობრიო გენეტიკურ მიმდინარეობას ნაყოფი არ გამოეღო, სატანამ მთელი თავისი ძალისხმევა დახარჯა. ხოლო რასაც მან მიაღწია, არის ის, რომ მოავლინა ეშმაკის სულიანი პიროვნება და მისი მეშვეობით უამრავი ადამიანი აცთუნა. მაგრამ ეს სამყარო ღმერთისაგან დადგენილი კანონზომიერებებით მოქმედია და ამიტომაც სიკეთე ყოველთვის იმარჯვებს ბოროტებაზე. ასე მოხდა ამჟამადაც და ანტიქრისტე როგორც პიროვნება აღარ არის ამ ქვეყანად. თუმცა მისგან დათესილი სიცრუე კი ჯერ კიდევ მოქმედებს და იმისათვის, რომ მოხდეს სიმართლით მისი დროულად ჩანაცვლება, ამიტომაც გაფრთხილებთ. საქმე იმაში მდგომარეობს, რომ აღსრულებაში შევიდა ბიბლიის ის წინასწარმეტყველება, რომლითაც ის იუწყება, რომ ანტიქრისტეს გარდაცვალების შემდეგ მისი ძალა გადანაწილდებოდა მის ძალოვანებში. ვინც აშკარად ბოროტმოქმედია, ის არ არის იმდენად საშიში, როგორადაც ისინი მოსნები, რომლებიც ღმერთის მოვლენილებად აცხადებენ თავს და იძახიან სულიწმიდა შემოვიდა ჩვენშიო. შემდეგ იძლევიან რჩევა დარიგებებს რაღაც ცოდნასაც აცხადებენ, რაც სატანამ ღმერთის მიერ ცოდნად გაუსაღა და ისე მიაღებინა მათ და შველასაც პირდებიან ხალხს. მინდა ვამხილო ისინი და ამიტომ გთხოვთ ყურადღება დაძაბოთ და ისე მომისმინოთ. ღმერთის მიერ გაცემული ცოდნა ჭეშმარიტება. ის კი ერთადერთი და მთლიანია. ეს კი იცით რას ნიშნავს? იმას, რომ ღმერთი ამ ცოდნით აღჭურვის მხოლოდ ერთადერთ ადამიანს და ის კი ვალდებულია, რომ ყველას გაუზიაროს ის უფასოდ. ამ ცოდნას კი იმით გამოიცნობთ, რომ იგი ამომწურავ პასუხებს გასცემს ყველა კითხვას და მისი ყოველი პასუხიც გამასხლდება ფაქტებით. ეს ცოდნა გეუბნებათ იმას, რომ ვერავინ ვერავის უშველის. გარდა საკუთარი თავისა და იმის ცოდნასაც გთავაზობთ, როგორადაც უნდა მოახერხოთ ეს.
ხოლო ისინი, ვინც კი შველას კიდდებათ უკვე ახლა და არა მომავალ დროში, თავადაც გახდებიან საშველი და თავადაც დაინახავთ, რომ საკუთარ თავსაც და თავიანთ ოჯახებსაც ვერ უშველიან და მით უმეტებს სხვას საერთოდ. აბა დაფიქრდით. განა რომელიმე ჭკუატყოფელი ჭუჭყიან ჭურჭელში სუფთა წყალს ჩაასხამს? ხოდა თუ კი ადამიანი არ აკეთებს ამას, რა გამოდის, ის ღმერთზე ჭკვიანია? რომ გაიძახის ჩემში სული წმინდა შემოვიდაო. როგორ დაუშვებს უფალი მონანიებისა და თავის მიერ გაცემული შენდობის შედეგად გაწმენდის გარეშე, ცოდვებისაგან დაბინძურებულ სხეულში წმინდა სულის შესვლას? ხოლო იმგვარად მონანიებას, რაზედაც ღმერთის მიერ შენდობა იქნება გაცემული, განა შეძლებს ვინმე უფალისაგან დადგენილი კანონების გამოყენების გარეშე? რა თქმა უნდა, ვერავითარ შემთხვევაში ვერ შესძლებს. ამიტომ ნუცდუნდები და ტყუილად უნდა კარგავთ დროს. დაუყოვნებლივ დაადექით კანონების საშუალებით შეცნობას საკუთარი ცოდვებისას და მოინანიეთ საქმით. განსაკუთრებით კი კარგად გაერკვიეთ ღმერთის რწმენისადმი დადგენილ კანონებში, რადგან მათი აღსრულებით არის შესაძლებელი უმოკლეს გზას დადგომა ბედისწერის გამოსწორების საქმეში. და სწორედ მაგ კანონთა გაუკუღმართებულად წარმოდგენასა და ხალხისათვის მის შთაგონებას ახდენდა საუკუნეების მანძილზე რელიგიები და რელიგიური სექტები. ამასთანავე უნდა გაცნობოთ ისიც, რომ როცა ამ გზას დაადგებით, დიდი ალბათობაა იმისა, რომ შედეგები გამოვლინდეს სხვადასხვანაირი ისეთი ფაქტორებით, როგორიცაა სიცილი, ტირილი, ტკივილი, თავბრუსხვევა, გულისცემის აჩქარება და მსგავს მოვლენათა ალაგ-ალაგ მომენტალურად მონაცვლეობა. რაც შემდეგ გაივლის და ეს ხდება იმიტომ, რომ ადგილი აქვს არასწორი რწმენის ფონზე გამრავლებული უჯრედების მოკვდინებას და მათ ნაცვლად ჯანსაღის აღმოცენებას. ეს პროცესი თუ დაიწყო, ანუ უფრო სწორად თუ თქვენი ნებებთ და დაადგებით მონანიების გზას, ის გაგრძელდება და სასიკეთო შედეგებსაც ფაქტობრივად იგრძნობთ კიდეც. ხოლო როცა საჭირო დონეს მიაღწევს სიბრძნის შესვლა თქვენს გულში, მერე ვეღარავინ ვეღარ გაცდუნებ და თავადვე მიხვდებით ყოველივეს, ანუ როგორც ბიბლია ამბობს, მოხდება ხელახლა დაბადება შობის გარეშე, რასაც ამოწმებს მომდევნო კანონი. შეიცანით ჭეშმარიტება და იგი გაგათავისუფლებთ თქვენ. ხოლო ღმერთის მიერ შეფასებული თავისუფლება კი მომცველია ყოველივესი, რაც ადამიანის კეთილდღეობას ეხება. როგორიცაა ჯანმრთელობის აღდგენა, მატერიალური კეთილდღეობა, საზოგადოებაში კუთვნილი ადგილის დაკავება, მოწოდების და შესაბამისი საქმის პროფესიად გამოყენების ფონზე. შიშისაგან თავის დაღწევა და უსაფრთხო გარემოში ცხოვრება. ახლა კი ამით დავამთავრებ და შემდეგ ვიდეოში ვისაუბრებ ქართულ ენაზე მეტყველიერის იმ სპეციალურ საკაცობრიო მისიაზე, რომელსაც უკვე დაუდგა დრო შესრულების აუცილებლობისა.